ტავი წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის მაღალტექნოლოგიურ პროცედურას, რომელიც გულისხმობს აორტის სარკმლის იმპლანტაციას ტრანსკათეტერული გზით. ეს პროცედურა დაახლოებით 25 წელია, რაც თანამედროვე მსოფლიოში გამოიყენება. თავდაპირველად ეს პროცედურა, ასე ვთქვათ, მოგონილი იყო პაციენტებისთვის, 80 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის, რომელთათვისაც მაღალი რისკი იყო ქირურგიული ჩარევა, ანუ ეგრეთ წოდებული გაჭრით მიმდინარე ოპერაციები. თანამედროვე გაიდლაინებით ტავის პროცედურის ასაკმა, რომელიც ადრე მოგეხსენეთ 80 წელი იყო, დაიწია 70 წლამდე. შემცირდა ასევე ჩვენების სიმძიმე, ადრე თუ ჩვენ უკეთებდით მხოლოდ ძალიან მძიმე პაციენტებს ტრანსკათეტერული გზით შეცვლას აორტის სარკმლით, უკვე მოწოდებულია 70 წელს გადაცილებული დაბალი და საშუალო რისკის პაციენტებმაც აირჩიონ, რომელი მეთოდი არის მათთვის უფრო მისაღები. ტავის პროცედურა თუ ქირურგიული ჩარევა. რა თქმა უნდა, ტავის პროცედურაც თავისთავად უნდა იყოს ანატომიურად თავსებადი. პროცედურა მიმდინარეობს ერთი ჩხვლეტის პრინციპით, ბარძაყის არტერიდან ან სხვა მაგისტრალური სიძარღვებიდან შედის სპეციალური კათეტერი, რომელიც მიდის აორტის სარკმლამდე და ახდენს აორტის დაზიანებულ სარკმელში ახალი ბიოლოგიური სარკმლის იმპლანტირებას. საქართველოში ტავის პროცედურა დაიწყო 2017 წელს. მქონდა პატივი ყოფილიყავ იმ გუნდის წევრი, რომელმაც პირველად ჩაატარა ეს პროცედურა. ნიუ ჰოსპიტალში უკვე 5 წელია, რაც სტარდება ეს პროცედურა. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ყველა იმ საშუალებებით და ყველა იმ მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რომელსაც მოითხოვს ეს პროცედურა, რომ ჩატარდეს უსაფრთხოდ, იყოს კარდიოლოგიური გუნდის ურთიერთთანამშრომლობა ყველა რგოლში, რომ ეს პროცედურა ჩატარდეს ეფექტურად, სწრაფად და მიიღწეს პაციენტის სწრაფი გამოჯანმრთელება.